მოგესალმებით. დილას რატო აღარ გვესაუბრებიო, მართალია. მოკლედ, ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ სანქციები კიდევ უფრო გაძლიერდება პერსონალურ დონეზე, ოჯახის წევრების დონეზე და ეს გარდაუვალია. ოცნებას რომ დიდი დრო აღარ უწერია, როგორც მმართველი პარტია, ესეც გარდაუვალია და არჩევნებიც გარდაუვალია და ამიტომ თქვენ ვინც ოცნებას უჭერთ მხარს. იმას კი რომ გაიძახით, ერბიდე მიჩიცე ეკეშვილი, დერეღიძე რაღაც სისულელებს, რაღაცა დებილობებს, იმედის პროპაგანდას რო ხართ აყოლილები. ხალხო, კოალიციური მთავრობა ეს არის ცივილური მთავრობა, რომელიც ძალიან ჭირდება საქართველოს. რას ნიშნავს ახლა ეს კოალიციური მთავრობა? განა არიცით, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მთავრობა იქნება ესე ჯობია, ხო? სხვადასხვა პარტიები შევა კოალიციურ მთავრობაში, პარლამენტში, ძალიან ჯასარი პროცესია საქართველოსთვის. ისედაც გვიყვარს ერთმანეთის დაჭმა და ბარემ იქ დაჭამონ ერთმანეთი, როდესაც კანონ პროექტს მიიღებენ, ან გადაწყვეტილებებს მიიღებენ და ეს ქვეყანას უფრო წაადგება, მეგობრებო. მხოლოდ ამას ვიტყოთ კოალიციურ მთავრობას, სხვა არაფერს. ამ პირობებში ალბათ ოცნება მიიღებს 10%-ს. ეხლა თებერვალში რომ დაინიშნოს, ან მარტში რომ დაინიშნოს არჩევნები და თუ შემოდგომაზე დაინიშნება, შეიძლება კიდე ცოტა კარტოფილები დაარიგონ და ცოტა მეტი ხმა მიიღონ. ასეა თუ ისე, უნდა შეწყდეს ერთპარტიული მმართველობა. საქართველოში ეს არ მუშაობს. და ესეც იმედის პროპაგანდაა და ქოცები. საქართველოში კოალიციური მთავრობა არ იმუშავებს. ნახავთ როგორ. ამიტომ ჩემო ძვირფასო, ოცნების ამომრჩეველო. შენთვის არ არის კარგი, რომ შენი პარტია იყოს მმართველი. იმიტომ რომ შენ პარტიას მართავს ოლიგარქი დიქტატორი, ცეცხლი ოლიგარქიას, რომელიც უკან წევს ქვეყანას. შეხედეთ ეკონომიკას, შეხედეთ ყველაფერს, ბევრი რამე ძალიან კარგად ის ხელფასები, პენსიები და ასე შემდეგ. დაგვეხმარეთ, რომ გქონდეს კოალიციური მთავრობა. ძალიან გთხოვთ, ეს თქვენს ძალიან წაგადგებათ. დღეს აქციაზე გნახავთ. ეს ნაბოზარი მთავრობა ეგრეთ წოდებული ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ხალხს twini აურიოს. ეტყობა იმიტომ ყავს იმას დაქირავებული შვეიცარიელები და მილიონებს უხდის, რომ ხალხმა სწორად არ იაზროვნოს, გესმის ხალხის უმეტესობა, მაგრამ არ გამოგიო.